SAT-ზე ვილაპარაკოთ რა ამაში. შენ რა ისინი ქონდა სირთულეები, მაგალითად თქვი რომ 780 და 630 ვიღე reading-ში. კი. მე რო გავედი, მე SAT-ზე ეკულა რომ ვიღე გავედი წინა მაისს. როდესაც მომზადებული ალბათ ერთი თვე მომზადებოდი ეგეც მაქსიმუმ. უმეტესად მათი მასწავლებლებთან ვსწავლდიოდი, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, რაც ყველაზე დამეხმარა იყო YouTube-ზე მოძებნილი ვიდეოები. რაც მან კარგად ხსნიან და უბრალოდ პატარა ხერხებსაც გაძლევენ, თუ ნელ-ნელა მარტივ-მარტივ როგორ უნდა გადაჭრა ზოგი პრობლემა. მაგრამ SAT-ში ყველაზე რთული ალბათ რაც არის reading-ის ნაწილი. განსაკუთრებით მეორე მოდული, იმიტომ რომ ტექსტები ისეთი მოდის მან რომ წაიკითხავ, შეიძლება 2 წუთი გავიდეს, ვერაფერი ვერ გაიგო და თავიდან მოგიწევს სახლა და ამ დროს 2 წუთი გასული არის, არაფერი არ იცი. და ალბათ ეგ არის ყველაზე რთული ნაწილი. მეც აი სულ პრაქტიკებს რო წერ ხოლმე ხა, ზუსტად ეგ პრობლემა მაქვს ხოლმე რა, რომ რაღაცა ძალიან გრძელ ტექსტს კითხულობ და მე რო ამთავრებ, ან ფაქტობრივად არც გაქვს რა წაკითხული. და მე ჩემთვის მე ყველაზე მეტად დამეხმარა, რომ დროს აღარ ვუყურებ რა. დროს შეიძლება რაღაც კითხვას შეიძლება 2 წუთი ნახევარი დაახარჯო, მაგრამ რაღაც სხვა კითხვას ნახევარ წუთში მორჩები რა. ჩემი აზრით აბალანსებს ეგ ყველაფერი ერთმანეთს რა. კი, დროის გათიშვის ფუნქციაც აქვს, და შეიძლება გამოიყენა და ალბათ უფრო ნაკლებად აინტერესებს მაგ დროს. მაგრამ ყველაზე ალბათ რაც სამხმარი მე იყო ჯერ გრამატიკის ნაწილით დაწყება, იმიტომ რომ ეგ გამოდიოდა საკმაოდ კარგად. დაზაპირებული მქონდა უკვე იმდენად ვცდილობდი მაგას. და მალმალი რო ვაკეთებდი მაგეთი მე-14-დან თუ მე-15-დან რაც იყო 27-მდე, იმიტომ რომ ბოლოს მევხვდები რომ რეაგენტი საკმაოდ ადვილი არის, კი, ანუ მალე თუ ცოტა დრო გადიოდა და ბევრს ვაკეთებდი. და ამიტომ მე უფრო ჩემთვის ვფიქრობდი რომ უფრო მეტი დრო მქონდა დარჩენილი იმ თვითონ ტექსტების ნაწილისთვის. რაც ალბათ საკმაოდ გამომადგა. ხო, ანუ ახტებოდი კითხვებს და ბოლოსთვის იტოვებდი? კი. შენ კეთი, შენ სხვა გაქვს პროექტის ნაწილი? კი, მეც მიწერია და დავაღერე პირველ ნაწილი ძალიან გამიჭირდა, ძალიან ბევრი უცხო სიტყვა იყო. თან ჩემს იმის ბრალიც იყო რომ ცოტა გვიან დავწერ და დაღლილი ვიყავი. ტექსტს ვკითხულობდი, ვერ ვიაზრებდი და მე კიდე თავიდან მიწევდა რომ წამეკითხა, ასევე დროსაც რო ვუყურებდი ეს მეგეც გავლენას ახდენდა რა თქმა უნდა და უფრო ნერვიულობდი. და ანუ თავარია იყოთ დასვენებულ გონებაზე. ერთმანეთს სიტყვების დაზეპირება მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი უცხო სიტყვა იყო და ნუ ყველაფერს ვერ გაითვალისწინე, მაგრამ უმეტესი ნაწილი მაინც ყურადღება მისაქცევია. და რა ვიცი, თვითონობაში პირველი ჯერისთვის ჩემს ნორმალურად დავწერე 500 ქულა ვიღე practice test-ში, ინგლისურის ნაწილში. და მათემატიკა უკვე ამასთან შედარებით ბევრად მარტივი იყო. მე-11 კლასელი ვარ და ჩემს მე-9 კლასელი ძალიან თავისუფლად დაწერდა. შეიძლება რაღაც წინაღობა იყოს რაღაც რომ უცხო სიტყვები შეხვდეს, რომელიც არ ვიცით ტერმინები. მაგრამ თვითონობაში მათემატიკის ნაწილი არის ძალიან მარტივი, მithmetes კომაროვი მოსწავლისთვის და ამიტომ დიდი მე გირჩევთ რომ უმეტესი ნაწილი დროის დავუთმოთ ინგლისურის უცხო სიტყვებს და ტექსტის readings. ხო, ჩემი აზრითაც ნებისმიერი კომაროველი ძალიან თავისუფლად დაწერს SAT-ის მათემატიკას, ერთადერთი არის ტერმინები უნდა, ასე რომ ვთქვათ, დაამუღამოთ ინგლისური მათემატიკის რა. მაგ ყველაფერს რო გაივლით, მე აი მართლა ძალიან მარტივად დაწერთ იმებს. პრაქტიკებში მე კვლევ მაქვს აღებული მათემატიკებში 3 პრაქტიკი მაქვს ნაწერ და 790 მაქვს ორჯერ აღებული და 800 მაქვს ერთხელ აღებული რა. ანუ კომაროველებზე ზოგადად საერთაშორისო მოსწავლეებს რაც ყველაზე მეტად გაუჭირდებათ არის ინგლისურის ნაწილი რა. ამიტომ დიდი ყურადღება დავუთმეთ ინგლისურის ნაწილს, აგერ სადაც დაგვეთანხმება დიდი ალბათობით რა. სავე შენ მეებზე სტატისტიკებზე რა შვებოდი? აი მე მაგალითად ძალიან მიჭირს სტატისტიკების გაკეთება. სტატისტიკები უბრალოდ რა ვიცი, ძალიან გამიადულა არის მაგეთი მე საერთოდ თავად ვაკვირდებოდი და ვერჯერ ვამოწმოდი. დიდი დრო არ მეორე მოდულის სტატისტიკებზე, ან ტექსტს რო კითხულობ, როგორ კითხავს სტატისტიკაში? აი ისინი რო გაქვს, გრაფები რო გაქვს რა, მოცემული და მან დრო რაღაც ერთი სტორიის უნდა პასუხი უნდა ამორჩიო, ან მე ტექსტი შემხდა ერთი რაღაც ჩინეთის ინდუსტრიალიზაციაზე იყო რაღაცაზე და მან რომელი აფასებსო ყველაზე სწორად რაღაც მსგავსი კითხვა იყო და ეგეთი კითხვები ყოველთვის არის ხოლმე ამ SAT-ზე რა, ანუ არის კითხვების რაღაც ერთი არა რამდენიმე. ხო, რამდენიმე არის და ყველა კატეგორიიდან არის კატეგორიები, ყველა კატეგორიიდან უეჭველი რაღაცა შეგხვდებათ და აი ეგ სტატისტიკები არის რა პრაქტიკებიც მაგ ნაწერი ყველგან ყოველთვის შემეშალა.
შენ გქონდა ეგეთი სტატისტიკებში ზოგადად პრობლემები არ მქონია. უბრალოდ ერთი რაც ახსოვს არის ტესტში მომევიდა standard deviation-ზე, ესეთი რაღაცა, რომელიც უბრალოდ ტერმინი არ მახსოვდა როგორ მუშაობდა ზუსტად და ეგ ვერ გავაკეთე და მაგის მაგაში დამოკიდა ალბათ კურსი. არა, მათემატიკის სტატისტიკებზე არ გეუბნები. მათემატიკის სტატისტიკებიც არის ასე. ხო, არა, ეგენი ინფორმაციები. მე ვიძახი ინგლისური სტატისტიკა. ინგლისური სტატისტიკებზე პირობა რო გაქვს მოცემული, ეგეც კარგად უნდა წაიკითხო და ანუ ბოლო ნაწილი არის ხოლმე მაგრამ მნიშვნელოვანი. კი, ზევით წერია 10-დან. ჩემზე ცათად უნდა გადამოწმო კითხვის მიხედვით, რასაც გეკითხება, ნივის მონაცემები მე ტექსტში. კი. და რა ემთხვევა კი. და ხოლმე ასე ვნახე, რომ პასუხებსაც რო შეხედა, უმეტესად მარტო ერთ-ერთი არის ზოგადად სწორი, მაგ გრაფას რო შეხედა მიხედვით. და ეგ შეიძლება გიმართოს. აი ინგლისურის კითხვებში არის ხოლმე, აი რაღაც კითხვების კატეგორიაში არის, რომ საერთოდ კითხვა რო არ წაიკითხო და მარტო პასუხები რო ნახო, მიხვდები სწორი პასუხი რომელია, ისე არის დასტრუქტურირებული რა. კი, ნოუთებიც არის ხოლმე ეგრე ძალიან ხშირად. ხო, რა? ნოუთები რო არის. ანუ პირობას რო წაიკითხა, უბრალოდ პირობიდან გამოხოტი და ნოიმის წაკითხვა არ დაჭირდება. კი, ხო, ანუ აი ეგეც ძალიან იმაშრება ამცილებს დროს რა. და ეგ ხელს მიწყობს მე მაგალითად რომ აი შემიძლია რაღაც კითხვა არც წავიკითხო, ნახო პასუხები და უბრალოდ მიხვდები რომელიც არის რა სწორი პასუხები. ეგ არის უმეტეს შემთხვევაში იმებში რა. bullet point-ებად რო გაქვს მოცემული და რომელი რაღაც ახალ topics აცნობ ხალხსო და რას იტყოდიო, მაგიებში ყოველთვის შეგიძლია პასუხებიდან გამოხვიდე და ეგენი არის ხოლმე ბოლო ორი კითხვა. ბოლო ორი სამი კითხვა. მნიშვნელოვანია რომ კარგად დააკვირდე მაინც რა გიწერია და თუ დრო გაქვს შეგიძლია თავისუფლად წაიკითხო და მაინც დააზუსტო. ეგ არის აი უკიდურესად რა თუ იცი რომ დროში იჭრები, ეგენი შეგიძლია ბოლოსთვის მოიტოვო და მათიდან პასუხებში გამოხვიდე რა. კიდე ერთი რაღაც რასაც ვიტყოდი არის რომ სიტყვებს რომ დაინახავ, ანუ თითქმის ვერ გეცოდინება ყველა სიტყვა ვერასდროს, ეგ უბრალოდ არავის სიტყვას. ამიტომ უბრალოდ უნდა მივხვდე მიახლოებით, დადებითი არის ეს სიტყვა პოზიტივი, დადებითი არის თუ ორყოფითი სიტყვა და მიახლოებით გამოხვიდე მაკედან. რომ ეგრე ჩას, იმიტომ რომ თუ მაგალითად სამი გავს რომ ორყოფითი არის და ერთი დადებითი არის სიტყვა, რაღაცა კარგ სამობს რაღაცაზე, ал დიდი ალბათობით ეგ იქნება. ეგრე მაინც გამოხატავს ალბათ. ხო, მე ამ უცხო სიტყვებზე ესე რო თქვა რაც დაუმუღამე არის რომ ზოგადად სიტყვა შეიძლება არ ვიცოდე რაც ნიშნავს, მაგრამ სიტყვის სტრუქტურიდან ხვდები მნიშვნელობას რა. ანუ მაგალითად რაღაც სიტყვის სინონიმები თუ არის რაღაცნაირად აგებული, დიდი შანსი არის რომ თვითონ ეგ სიტყვაც ეგრე იქნება აგებული რა. და მაგას ვიყენებ, აი მაგალითად ეხლა რო წერე პრაქტისი, რაღაც 4 სიტყვა იყო ჩამოწერილი პასუხებში და არც ერთის მნიშვნელობა არ ვიცოდი რა. მაგრამ მე მგონი პასუხი იყო რაღაც სიტყვა იყო, უბრალოდ სტრუქტურა რომ მეცნო და რომ მივხვდი რომ ამ კონტექსტ შეიძლება და რომ მორგებოდა, ეგ დავწერე და მართლა სწორი იყო რა, ამიტომ მაგის გამოყენებაც შეგიძლიათ. შენ კიდე რა გაგიჭირდა SAT-ის ვერბალიდან? თუ გახსოვს. SAT-ის ვერბალიდან მე პირადად არ გამჭირებია გადაარფერი, იმიტომ რომ უმეტეს სიტყვები ვიცოდი, ამიტომ არ ვიცი ატომ არ საიდან ვიცი ხოლმე უმეტეს რაღაც სიტყვები. მაგრამ შენ ნუ ეხლა მე იმაში ეგ დიდი იმის გამოტანობის რომ ამერიკაშიც ვიყავ. ამერიკაშიც ვიყავ ხშირად და მაკედანიც ამ ეგეთ სიტყვის გამოცდილება. მაგრამ ერთი რაღაცაც გამიჭირდა მე თავიდან იყო გრამატიკის ცოდნა. რადგან გრამატიკა თავიდან საერთოდ გამოდიოდა და მე ალბათ ძალიან დიდი ხანი შრომობდი რომ უბრალოდ თითქმის ყოველ წესი დამიზეპირებინა. რადგან თვითჩამით რო ხდებოდი ვერასდროს სოციალურ დამიზეპირებინა და საბოლოოდ მე თითქმის ყოველ გრამატიკის კითხვა უკვე ვიცოდი და არ მომჭირებია მაგას შეფერი. აი, კიდევ ერთ რას დავამატებდი, რომ მათემატიკაში მე პირადად გამიჭირდა მედიანები და მონაცემების ანალიზის ნაწილი და ანუ კარგი იქნება თუ სამ დაწერთ, მაგ ყველაფერს გადახედოთ და ინგლისური ტერმინები მოიძიოთ და ასე შემდეგ. ხო, ოღონდ აი ერთი არის, რომ ზერელედ არ მიუდგეთ მათემატიკის დაწერას რა. რადგან აი კომაროველი ვარ და ძალიან მარტივად დავწერ მაგას, ეგ ჩემი აზრით არასწორი მენტალიტეტიცაა და დიდი ალბათობით დაგღუპავთ რა, იმიტომ რომ ეგ უყურადღებობაში გაპარული შეცდომები არის ხოლმე. ყველაზე გადამწყვეტი ხო რა, ანუ შეიძლება რაღაც 1490 და 1520 შორის გადაგიწყვიტოთ მაგ უყურადღებო შეცდომებმა რა და ეხლა რო ჩანს რეალურად დიდი განსხვავება არ არის 1520-სა და 1490 შორის, მაგრამ ეთყობა მაინც რა, რაღაც ფურცელზე რო ხედავს ის
admissions officer-ი უფრო ლამაზია 1520 ვიდრე 1480 რა. ამიტომ რომ ერთხელ გადიხარ თვეში, ხო, ერთხელ გადიხარ თვეში ამ SAT-ზე და როდესაც მიყავ მაქსიმალურად დავკვირდი ყველაფერს და პრაქტიკებიც ყოველთვის სადეთ რომ ძალიან ბევრი დაწეროთ. კი, რომ შეეგუოთ იმ დროის იმასაც რა, სტრესს და ზეწოლას. კი. კიდე იმას ვიტყოდი, რომ მათემატიკის პირველი მოდულის მერე ალბათ ძალიან დიდი დრო შემოგჩებოთ უბრალოდ თავისუფალი არაფერი გასაკეთებელი. მაგრამ მეორე მოდულზე რო გადახვალთ, ისე ბოლო 5 ალბათ კითხვა მიახლოებით არის უკვე მართლა საფიქრი და საწყე შეიძლება ეგრეთ რთული არ იყოს, უბრალოდ ბევრი საწერი მაინც იქნება და საფიქრი იქნება. და ბოლო ეგ კითხები ასევე უმეტეს შენ თვითონ ჩასაწერი არის და ტესტური არ არის. ხო. კი, არის ხოლმე რაღაც კითხვები. კი. და მაგას დაუკვირდით როგორ ჩაწერთ ხოლმე, იმიტომ რომ თვითონაც წერია იქ როგორ უნდა ჩაწერო და როგორი არის არასწორი და როგორი სწორი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია რომ დაუკვირდეთ ყველაფერს. კი. მე მგონი SAT-ს უნდა დავიარეთ და რამე სხვა თემაზე და აი მაგალითად aerospace engineering-დან შენ რას ელოდები რა რა გეგმები გაქვს რა სირთულეები გონია რომ aerospace engineering-დან ალბათ ყველაზე დიდი სირთულე იქნება თვითონ ალბათ პირველი წელი და გაგება და შეგუება ყველაფერს და ალბათ ფიზიკის ნაწილი და ალბათ უფრო მეტი შრომა დამჭირდება ვიდრე ახლა კომაროვში, იმიტომ რომ ხო და თვითონ შეგუება იქნება ყველაზე რთული, მაგრამ მეორე მესამე წლიდან არ მგონი ეგეთი ეგრე გამიჭირდეს როგორც პირველი წელი. ასევე ალბათ მე პირველი ორი წელი უბრალოდ ვეცდები რომ ვისწავლო და მესამე წლიდან ვეცდები რომ სამსახურიც ვიყავ მაგასთან დაკავშირებულ დარგში, რაც შემეძლება იქვე ძალიან შორსარა და მაგას ვეცდები. ინჟინერია ზოგადად ძალიან ეგეთი რა ფაკულტეტი, რომ აი ვიდეოებს ხოლმე სოციალურ მედიებზე, რომ უბრალოდ ხალხი ძალიან იცვლებიან ხოლმე რა 4 წლის მერე. ხო, მელოდებიან და რა წვერი, ამხელა წვერი და უბრალოდ სტრესი იმდენი აქვს ინჟინერიას, რომ გაგანადგურებს რა. შენ ელოდები მაგას თუ რადგან aerospace engineering არის ცოტა უფრო ის. წავიკითხა რა aerospace engineering ალბათ ზოგადად ყველაზე რთული არის ინჟინერიის შორის. ამიტომ ვეცდები რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამელოდე და რაც შეიძლება ნაკლებად რაც შეიძლება ნაკლებად დავისწროს, რაც შეიძლება ცივილური დავჭა ზოგადად. ცივილურად ხალხთან კონტაქტი შეგიძლია. კი. აპირებს საქართველოს ჩამოსვლას? დიდი ხნით დასაჩენად არ მგონია მოპირებდა, მაგრამ რა თქმა უნდა ზოგადად ჩამოსვლით მოპირებდა. ახლა ჩამოსვლით მოსამართლებლად ხო? მაგრამ დასაჩენად არ მგონია დავჭა. დასაჩენად არ მგონია. სად აპირებ ბელგიაში თუ ამერიკაში? ნიშნულობა აქვს სამსახურს როგორ ავიღებ და ხო, ნიშნულობა აქვს სამსახურს როგორ ავიღებ, იმიტომ რომ თუ ბელგიაში მოძებნე კარგი სამსახური, მან დავჭები თუ ამერიკაში სამსახური ყანაში მოძებნე, მან დავჭები. თან ამერიკაში ახლა ის მიწავს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ზოგი მან ცხოვრობს და ალბათ ეგეც სამხმარება. კი. თან საჰაერო ინჟინერია ისეთი სამუშაო არის, რომ ონლაინ ვერ იმუშავებ რა. უნდა მიხვიდე იქ და რაღაც უნდა დააჭედო რაღაც. პრაქტიკული და ფიზიკური. კი. საჰაერო ინჟინერიის რაღაც ნაწილობრივ პროგრამირების ნაწილი ძალიან ონლაინ მაგნიტად შეიძლება იმუშავა. ისე გაქვს ხო შენ პროგრამირებაში გამოცდილება? პროგრამირების გამოცდილება მაქვს ოღონდ რა გამოცდილებაც მქონდა, არასდროს არ მომწონდა იმ სოფოროდას თუ ისე რომ გამოდიოდა, არასდროს არ მომწონდა და არ გიждდები არასდროს პროგრამირებაზე. მაგრამ ზოგს შეგვიძლია რომ სადოთ ეგ ალბათ. ხო, უმეტესობა კომაროველების ალბათ მაინც computer science-ზე აბარებს. კი. და ჩვენც ვცდით ხო რომ computer science-ში წარმატებულს მოვიწოთ ვინმეს და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება კომაროველებისთვის, იმიტომ რომ ბევრი ამ გზას ფიქრობს რომ გაყვეს. კაი, კიდე რაზე გინდა საუბარი? კიდევ შეგვიძლია ველაპარაკოთ TOEFL-ზე და IELTS-ზე. ხო, მაგათ არ ვილაპარაკია საერთოდ. TOEFL-ზე რა გინდა? TOEFL-ზე ავიღე, მე პირადად 100 ავიღე. ეგეც იმიტომ იყო რომ მახსოვს 120-დან დიახ. Speaking share მახსოვს 30-დან 20, იმიტომ რომ არ ვიცი გამოდიოდა ეგ ალბათ ცხოვრება. Reading-ში და listening-ში ავიღე 25-დან 26 და მახსოვს რომ writing-ი არ დამიწყდა კარგად, იმიტომ რომ მახსოვს რომ ტექსტს რომ წერდი, დამოვიწყდა რომ გრამატიკის ნაწილის გასათვალისწინებელი იყო. და თლიან ტექსტი დავწერე და ბოლოს მქონდა 30 წამი დარჩენილი. გამახსენდა რომ გრამატიკაც იყო შესაძლებელი. და დაკვირვების თუ აღარ მქონდა დარჩენილი. და უბრალოდ საზუსტებით ვიცოდი რომ აქ უნდა და აქ უნდა მათ შევწერთ რომ საერთოდ არასწორ ადგილებში არ ჩამოსვა და ალბათ მან დამახოდა, ნაკლებიც დამახოდა ყველაზე დიდი ნაწილი. ხო,
ესე რომ ვთქვათ, ადეკვატურად რო გეწერა და რომ მიხდარიყავი მაგას, შენი აზრით რამდენი საიგებია? სადღაც 106-105 მექნებოდა ალბათ, იმიტომ რომ თავისუფლად ჩამოძლა მაგ ვიდინგში 6-5 ფულის მომეტება. ხო, ან შენ ზოგადად ძალიან კარგად იცი ინგლისური რა ეგრევით და ან თან 100-ც არ არის ახლა. 100-ც კაი ქულა არა. 100 ჩემი აზრით 95-ზე მაღალი უკვე ასაცილება ცუდი არ არის. ხო, ან საშუალოზე მაღალია რა. და უნივერსიტეტებზე, ანუ აქცევენ დიდ ყურადღებას უნივერსიტეტები. უნივერსიტეტები უმეტესად ყველა თითქმის გთხოვს რომ ქონდეს 80 მეტრი, თითოში 20 მეტრი. თითო სექციაში 20 მეტრი. და თუ ეგ გაქვს, უკვე განიხილა, მაგრამ რაც უფრო მაღალი გიქნება, უფრო უკეთესი არის, მაგრამ თუ ძალიან მაღალსაც არ აიღებ, დიდი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ეგ იმაში გამოიყენება მარტო რომ ნახონ, რომ უბრალოდ შეგიძლია თუ არა ინგლისურად სწავლა და მართლა. ანუ შენი აზრით TOEFL-ის რაღაც 100 ქულა რო ქონდეს და 106-ში შეიძლება უნივერსიტეტმა მაგის გამო არ მიგიღოს რა. ჩემი აზრით ეგ დიდ განსხვავებას არ შეცვლა, რომ ანუ ეგ 6 ქულა ისა განსხვავებას არ შეცვლა, მაგალითად როგორც SAT-ში რო აღიაროს 20 ქულა. რადგან ეგ უფრო დიდი განსხვავებაა ჩემი აზრით. მაგრამ მაინც ჯობი არ შეიძლება მაღალია იყო, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ის ყველაზე ესეთი ქულა არის, რომელიც არ არის ეგეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შეგიძლია უფრო ნაკლები აიღო და გამოიწვია მაინც. ხო. ბელგია ევროპაში სადმე სხვაგან ქონდა გაგზავნილი? ევროპაში ერთგან ქონდა გერმანიაში გაგზავნილი. სად? კაუბენცი არის ესეთი უნივერსიტეტი. რომელ ქალაქში? ბერლინში. ბერლინში. ოღონდ მან დიად ხდება? დარჩენილი მქონდა ეგრეთ. უბრალოდ მან გავუსწრო. გაისროლა ხო? დიახ. მიგიღეს? ჯერომსოს. რა შეგულდებიან? ივნისში მოდის პასუხი. ივნისში. მაგრამ ნუ არა, ხონიშნულს გეტყვიან, უკვე უთხარი გილვენს რომ მაგის პროცესები აპლიკაციის. და თვითონ გაგზავნის ყოფილს. ვიზის კიდე რამის გაგზავნა გიწევს? ვიზაზე მაქვს სასწავლო ვიზა მაქვს ასაღები და საცხოვრებელი ვიზაზე და ვოლონტერები. ხო, პატარ-პატარა რაღაცები, მაგრამ ვიზა არ არის ხო თქო მარტივი თემა. სასწავლო ვიზის აღება ეგეთი მარტივი თემა არ არის, რადგან ზოგადად საქართველოში ვერ აიღებ, მაგრამ მქონე ყველაზე ახლო აქ არის ისტანბული, სადაც შეიძლება იყო მან უნდა გაგზავნო და უკან უნდა დაგიბრუნო პასუხი მაგედან. და ნუ ეხლა რა თქმა უნდა ვიზაზე უარი არ არის. ვიზაზე უარი არ მიგონა კითხავდა. ამერიკაში ეგრე არის თუ ამერიკაში უნდა გაგდეს საერთაშე. გახდა? არა, ამერიკაში როგორ მუშაობს ის რომ მიგიღებს უნივერსიტეტი. გაძლევს ესეთ პრობას IELTS დოკუმენტი ქვია, IELTS დოკუმენტი ქვია. და მაგას რომ მოგცემენ, უბრალოდ მომეხმარე საერთაშე, წავედგინე ეგ დოკუმენტი, 5 წუთიანი ინტერვიუ გაიარო, რომ ალბათ ნახონ ტერორისტი ვარ ხარ. გადაამოწმო მეჭკვიანი აეროსპეის ტერორისტი. არაფერ არასდროს არის ამ და უბრალოდ მოგცემენ, იმიტომ რომ ეგ IELTS დოკუმენტი უკვე საბუთი არის, რომ მოგცეს უფლება მაგ უნივერსიტეტის სწავლის უფლება გაქვს. ანუ და სასწავლო ვიზას მოგცემენ მაგით. ხო, ანუ დიდად პრობლემა არ არის ეგეთი. დიდად პრობლემა აღება არ არის. ხო, ანუ უმეტესობა ყველა ეხა ვინც მიიღეს, ვისაც ვიცნო, ყველა ვიზაზე პრობლემა არ იქნება. ხო, იმიტომ რომ უნივერსიტეტი გაძლევს ვიზას სწავლის უფლებას. ხო, მეტი დიად არის თქვა, არ შემიძლია მგონი არ დავხურე. დავხურე. აჰა. კაი, ძალიან კაი. მაშინ დავამთავროთ, ხო? დიახ. კარგით, მადლობა ისევ ყურადღებისთვის. იგივე ფორმატს გავაკეთებთ, ალბათ ცოტა ხანი გვექნება ინტერვიუს ნაწილი და იქნება მეორე ესე უბრალოდ ზოგადი თემების განსახილველი, ასევე ფორმას დავდებთ შემდეგი იმისთვის, ინტერვიუსთვის. ხო, შემდეგი სტუმრისთვის და შეგიძლიათ მოვწოდოთ ან სალაპარაკო თემები, ან კითხვები, რომლებიც გინდათ რომ ნახოთ. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. კარგად.